უახლოეს დღეებში შესაძლოა ტრამპსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგეს. ინტენსიურად მიმდინარეობს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის მომზადების პროცესიც. ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ABC-ს ეთერში ამ შეხვედრისთვის მზადებას ადასტურებს. ამ დრომდე ურთიერთობის ზუსტი ჩარჩო დადგენილი არ გვაქვს. ამაზე მუშაობთ. მე მოლოდინი მაქვს, რომ სატელეფონო საუბარი მომდევნო უახლოეს დღეებში და კვირეებში შედგება. ეს პირველი ნაბიჯი იქნება და ამის მიხედვით ქმედებას დავიწყებთ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ნახვა ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ მომენტში გვსურს. ჩემი აზრით, ეს ორივე მხრიდან არაჩვეულებრივად პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა. ეს საშუალებას მოგცემდა ჩარჩო ჩამოგვეყალიბებინა. რო გვექნებოდა გადაწყვეტილებებისთვის. ყველა მიცის, რომ ომი დიპლომატიური გზით უნდა დაასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ რეალისტურია იმის თქმა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ყოველი რუსის გაგდებას ვგეგმავთ. ტრამპსა და პუტინს შეხვედრის ადგილად ბელგრადს სთავაზობს სერბეთის პრეზიდენტი. ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს პრეზიდენტების მოლაპარაკებების უსაფრთხოების სათანადო დონე. ეს არის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერბეთს შეედრება ტრამპის მხარდაჭერის დონით. მეორე მხრივ, სერბეთი ასევე არის ქვეყანა, სადაც ძალიან პოპულარულია პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ადგილი, რომელიც ორივესთვის ძალიან კარგად გამოდგება. ტრამპის ინიციატივას და ვუჩიჩის შეთავაზებას უპასუხა ოფიციალურმა მოსკოვმა. კრემლის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის კონკრეტული შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს, თუმცა ამისთვის პოლიტიკური ნება არსებობს. დიმიტრი პესკოვმა ისიც თქვა, რომ მომავალი შეხვედრისაც განხილვის საგანი რუსეთის და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება. ბევრი ქვეყანა გვთავაზობს საკუთარ ძალისხმევას, სივრცეს გეოპოლიტიკური კონტაქტებისთვის, პუტინსა და ტრამპს შორის, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. არ არსებობს არავითარი საგნობრივი მზადება, არსებობს დეკლარირებული აღქმა და პოლიტიკური ნება. ამგვარი კონტაქტები ძალიან საჭიროა და მიზნობრივი იქნებოდა. ჩვენ ამ საკითხს ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ განვიხილავთ.